Საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6%. შესაბამისად, უკვე აქედან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით წლის ბოლოსთვის საერთაშორისო ფონდის პროგნოზს, რაც არის 7.2% გადაჭარბებით შევასრულებთ. ყველა მიმართულებით ეკონომიკურად ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს ეროვნულმა ბანკმა შეიძინა $2.103 მილიონი სავალუტო რეზერვები, რაც არის ისტორიული რეკორდი. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა $5.808 მილიონი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნულ ბანკს, მის პრეზიდენტს გადავხდი მადლობას. კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც ბატონი მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება საამავლო საქმიანობაზე, ამ მიმართულებით, უკანონო მიგრაციის მიმართულებით და იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. ხალხგანათლების მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების კონცეფციას. ბუნებრივია, განათლების რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური, თავის შინაარსით და უმაღლესი განათლების რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივია, განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას.